რომელთანაც გქონდა მცდელობა გადაცემის დასაწყისში გავსაუბრებოდით საღამოშტობის ამამაილია მადლობა რომ მონაწილეობთ ქრისტე აღსდგამ ჭეშმარიტად მადლობა რომ მონაწილეობთ და დავიწყოთ ამ კანონზე თქვენი პოზიცია მაინტერესებს ხედავთ თუ არა რამე საფრთხეებს ამ კანონის დამტკიცების შემდეგ რაზეც საუბრობდა ვთქვათ იგივე მამა დავითი ამ კანონის დამტკიცების შემდეგ საფრთხეები არსებობს ნამდვილად არსებობს ეს საფრთხეები მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ცოდვას უნდა დავარქვათ ცოდვა და ერთსქესიანი ქორწინებებზე არ ყოფილა აქ საუბარი აქ იყო თანასწორ უფლებიანობაზე საუბარი მიუღებელია ეს დედა ეკლესიისთვის ვისაც უნდა სულის ცხონება ის არ უნდა იყოს ჰომოსექსუალისტი მაგრამ ჩვენს ცოდვებს ნებისმიერი ადამიანის ცოდვას ღვთის კაცთმოყვარება აღემატება და ეკლესიის კარი ყველა მონანულისთვის ღია ჩვენ უნდა შევიმუშაოთ არა ანათემირების სტრატეგია არამედ ცოდვილთა მოქცევისა და თავადაც არ უნდა ვცოდოთ და ვისაც უნდა სულის ცხონება ის არ უნდა იყოს ჰომოსექსუალი და ეკლესიისათვის დედა ეკლესია იმდენად რამდენად და ქრისტეს ცოცხალი სხეულია ყველა ვნება და ყველა ცოდვა განკურნებადია და მე გამოვხატავ ეკლესიის პოზიციას თუმცა მამა დავით ლასურაშვილი ამბობდა რომ არიან სასულიერო პირები და თქვენი მისამართითაც ითქვა ეს რომლებიც წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ ეკლესიასთან თქვენ გააკეთეთ ძალიან ხმაურიანი განცხადებები იგივე სოციალურ ქსელში მამა დავითმაც ახსენა მე საერთოდ ხმამაღლა ვლაპარაკობ და განცხადებებსაც ხმაურიანს ვაკეთებ დიახ და თქვენ თქვით რომ პედოფილებისა და სექსუალური უმცირესობისგან ჯერ საპატრიარქო უნდა გაიწმინდოსო რას უკავშირდებოდა თქვენი ეს განცხადება იმიტომ ჯერ შიგნით კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები ციტატა რომ მოვიყვანო რათა ვიქონიოთ მორალური უფლება მიუთითოთ ვინმეს დედა ეკლესიისთვის სათნო ცხოვრებისკენ კი მე ყველა სინანულის და ეს განცხადება იყო თუ არა დედა ეკლესიის ვთქვათ წინააღმდეგობაში როგორც გამადავთ ყველა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკუთარ თავსაც უსურებ სულის ცხონებას და ჩვენ ეს არ არის ეკლესიის საწინააღმდეგო არის სიმართლე არის ჭეშმარიტება არის სიცრუე და ფაქტი მაგრამ მაინც ჯიუტია 80-იან წლებში ატეხილი ცისფერი სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში ეს არის ამას დავარქვათ ცოდვა იქიდან ეხლა ბევრი მიცვალებულია და ამაზე არ განვავრცობ საუბარს აი უკვე დაიკანონეს თავები აი კანონიერი კრიმინალური ავტორიტეტი ვის გულისხმობს არა საფრთხეს უქმნის 7 წელია სასჯელი ხო საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას მაგრამ აღმსარებელი ჩემთან კანონიერი კრიმინალური ავტორიტეტიც ყოფილა ჰომოსექსუალიც ყოფილა მეძავიც ყოფილა და მე როგორც მღვდელი დედა ეკლესია მასწავლის ამას რომ ყველა მონანული უნდა შევიწყნარო მამა ილია იცით რა მინდა გითხოთ აი როდესაც სულის ცხონებაზე საუბრობთ თქვათ ეს სასულიერო პირისგან ეკლესიისგან გასაგებია მაგრამ კანონი როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრობთ იწერება ყველასთვის ხო თქვათ მართლმადიდებლისთვისაც არამართლმადიდებლების ათეისტებისთვისაც არიან ასეთები საზოგადოებაში ყველა მოქალაქისთვის იწერება ეს კანონი ეს კანონი თანაბარ უფლებებში აყენებს სულის ცხონებისათვის განწყობილ ადამიანს და აი მაგალითად
ყველაფერს თავის სახელებს ვარქმევ მე მარტო ხმამაღლა არ ვსაუბრობ პედოფილი არ უნდა იყოს საბავშვო ბაღის გამგე არ მეთანხმებით ეკლესიის საწინააღმდეგო პოზიციას გამოთქვამ ახლა არა ალბათ გასაგებია თქვენი პოზიცია ანალოგიური განცხადებები სასჯელ აღსრულების სისტემაში არ უნდა მუშაობდეს მამათ მავალი მამათ მავლობაზე პავლე მოციქულის ეპისტოლე ამ მამათ მავლობის გამო იმპერიები დაინგრა რომის იმპერია დაინგრა სოდომი დაიწვა გასაგებია მაგრამ როდესაც კანონზეა საუბარი მინდა მაინც თქვენც კითხოთ აქ ხომ საუბარი იმაზე რომ არ მოხდეს ასეთი ადამიანების ჩაგვრა დისკრიმინაცია და ეს ხომ ქრისტიანობაც ამას გადაგებს თქვათ ანუ პედოფილია დანაშაულია მაგრამ აქ არის საუბარი სექსუალურ უმცირესობებზე და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ჩაგვრელი როგორ შეიძლება ქრისტეს ცოცხალი სხეული იყოს ჩაგვრელი ქრისტე ყველას მოყვარულია მოციქულები გვეუბნებიან რომელმან მოგცათ ყურნი ნუ თუ არა ესმის რომელმან თვალნი მოგცათ ნუ თუ ვერ ახედვის და რომელმან სიყვარული მოგცა ნუ თუ არ უყვარვართ ყველა ცოდვილნი დედა ეკლესია ღებულობს მონანულს და მე რა უფლება მაქვს რომ მონანული არ მივიღო მაგრამ ფსევდო მონანული ადამიანი თავის კანონებს არ გიკანონებს მონანული ადამიანი ხვდება იმას თვითონ ეს ჰომოსექსუალები თქვენ ფიქრობთ რომ ბედნიერები არიან ამით და ამათ წევლა კი არ უნდათ ამათთვის უნდა ვილოცოთ რომ ღმერთმა გონება გაუხსნას აი რაში მდებენ ბრალს ანტიეკლესიური 1990 წლის 1 სექტემბრიდან სასულიერო პირი ვარ მე დედა ეკლესიის მტრობა არის ქრისტეს მტრობა და დედა ეკლესიის არ დაცვაც ქრისტეს მტრობა მაგრამ დავაყენოთ ასე საკითხი გვინდა სულისწონება ცოდვას უნდა ვებრძოლოთ გვინდა სულისწონება ადამიანებს არ უნდა ვებრძოლოთ ისო პავლე მოციქულის სიტყვებს გეტყვით ჩვენ არა ხორცსა და სისხლს ვებრძვითო არამედ ზეციდან დაცემულსო და ზეციდან დაცემული არის ის ლუციფერი ის ბოროტი რომელიც ადამიანს უბიძგებს ცოდვისაკენ და ადამიანსთან ბრძოლა არ არის სწორი აი სწორედ აქედან გამომდინარე მეკითხოთ მამაილია როდესაც კანონის მიღებაზე იყო საუბარი მიგაჩნიათ რომ ასეთი წინააღმდეგობა ანუ ერთი ეკლესიის პოზიცია და რაც გასაგებია ასეთი წინააღმდეგობა კანონის მიღების დროს თან მაშინ როდესაც სახელმწიფო ვერ ახდენს დიფერენცირებას ადამიანებს როგორც თქვა ეკლესია რაზეც თქვენ საუბრობდით და ეკლესია თulis რომ რაღაცა არის ცოდვა რაღაცა არ არის ეს სხვა თემა როდესაც კანონზე ვსაუბრობთ იყო ასეთი წინააღმდეგობა ან ერთგვარი თქვა ზეწოლა დეპუტატებზე ან პარლამენტის საქმიანობაში ჩარევათ აღქმული უნდა ყოფილიყო თუ არა ზეწოლა ეხლა ვინ რას როგორ აღიქვამს თქვენი პოზიცია მაინტერესებს ეხლა შეგონებასაც შეიძლება ზეწოლა დავარქვათ და მაგრამ დედა ეკლესია წინააღმდეგია იმისა რომ ვიღაცას რაღაცა ნივთები ურტყათ მაგალითად რა არა პატრიარქმა მისმა უწმინდესობამ გაკიცხა ეს ხალხი რომლებიც სასულიერო პირები რომლებიც მაგალითად გაკიცხა ეს ინტერნეტ სივრცეში არის და ტელევიზიაშიც იყო მაგრამ აქ დიფერენცირება გავაკეთოთ ამისი რა იქ იმ 17 მაისს ის ღირსეული სასულიერო პირებიც გახლდნენ იქ რომლებიც პოლიციას თანაუდგნენ რათა ვინმე ერთი ადამიანის თმის ღერიც არ გავარდნილიყო
და ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო. და რაც შეეხება ანათემირებას და მთავრობის არ მოხსენიებას, არ ვიცი მე ახლა ჩემმა ძმამ ქრისტეში, აგერ სასულიერო პირმა თქვა, რომ მე ეს არ მithქვამსო, მაგრამ მოუკარი ყური ამას, მაგრამ ვინ თქვა ეს არ ვიცი. ადამიანი ამბობს, რომ მე ეს არ მithქვამსო და მე ჯერა ამ ადამიანისა, როგორც ძმისა. და ვინც ეს გააჟღერა, რომ მთავრობას არ მოიხსენიებთო, გაიხსენოს იერუსალიმის პატრიარქი, გაიხსენოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ისინი სადაც არიან, გაიხსენოს ამერიკელი მიტროპოლიტი, მე სულიერი შვილები, მოსკოველი რუსებიც მყავს, უკრაინელი კიეველებიც და ნიუ-იორკელი ამერიკელებიც და მასაჩუსეტსის შტატიდან ბოსტონელი ამერიკელებიც მყავს, მე სულიერი შვილები, მართლმადიდებლები და სათხედავენ ჩემს ახლა ესეც აგორებული გორგალია, რომ მღვდლები ერთმანეთს დაგვაჯახონ და მე გამშველებლის პოზიციაში ჩადგნენ მავანნი და მე და ის მამა დავითი ხო? მამა დავითს უცხადებ ქრისტიანს ჩვენ შორის ქრისტეში საყვარელო ძმაო. გასაგებია და მამაილია ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ეს იყო პასუხი მამა დავითზე და მე მინდა გითხოთ 17 მაისი რომელიც მოდის, თქვენ თავად ახსენეთ და თქვით რომ იქ იყვნენ ისეთ სასულიერო პირები, რომლებიც ცდილობდნენ რომ ეს ძალადობა არ ყოფილიყო, მაგრამ მოდის ეს 17 მაისი და არსებობს საფრთხე იმისა, რომ თქვათ შესაძლოა მოვლენები არც ისე მშვიდად განვითარდეს, ნუ რა იქნება ვნახავთ. აქედან გამომდინარე მინდა გითხოთ, მისაღებია თქვენთვის, თქვათ LGBT პირების გამოსვლების ძალადობრივი კონტრაქციები. თქვათ და იგივე ჯერჯერობით ასეთია პოზიცია, რომ არანაირი აქციები არ იგეგმება თითქოს ამ 17 მაისს, მაგრამ კონტრაქციები მისაღებია თქვენთვის. ჩვენ უნდა დაუჯეროთ ეკლესიის ხმას. ეკლესია არ არის მოძალადე. ნოესა და ლოტს არავინ არ გადაუციათ ანათემაზე, შეაგონებდნენ. მე ძალიან ხშირად ერთი და იგივე დგება ჟამი დუმილისა. ჭეშმარიტების მიღებისა ან არ მიღებისა, ვისაც უნდა მიიღოს და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მოვანდომოთ დედა ეკლესიასთან ზიარება ნებისმიერ ადამიანს და აგრესია დამპრესი. აგრესიით ვერ მოანდომებ დედა ეკლესიასთან ზიარებას და მაშინ უნდა ვთქვათ რომ მშვიდობა დაგვემშვიდობა და ამ დროს ჩვენ მშვიდობისთვის უნდა ვილოცოთ. და მალია ჩვენი დრო იწურება და მინდა ერთი კითხვა მოვასწრო კიდე თქვენი ასეთი თქვათ რაღაც თამამი განცხადებების გამო რაც იგივე Facebook-ში ვახსენეთ წელს მე ბავშვობიდან თამამი ვიყავი. გასაგებია მინდა გავიხსენოთ თქვენი ერთ-ერთი ბოლო კომენტარი სადაც ამბობთ რომ კრიტიკული გამოსვლების გამო გემუქრებოდნენ. ვინ იყო მუქარის ავტორი? თქვენ ისიც თქვით რომ მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირი მემუქრებაო, არის ის რითი თითქოს და მე ლიბერალი ვარ და რეფორმატორი, ღმერთმა უშველოდ სასაცილო ეკლესიის მიღა რაღაც კავშირებს რომ დააფუძნებს უფრო არ წააგავს რეფორმაციას და ასე შემდეგ. კავშირი მე ვიცი საბჭოთა კავშირი, ვიცი ეს არა ვქია, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი არის დედა ეკლესია. მართლმადიდებელ ბებიების, ბაბუების კავშირიც დედა ეკლესიაა, გაბრაზებული სიდედრების, სიმამრების კავშირიც ეკლესია, ახლად ნამშობიარების სიდედრების კავშირიც ეკლესია, მე ვიცი საბჭოთა კავშირი. კიდე რა კავშირი ვიცით, აბა ხომ არ დამეხმარებით გაბატონო ნინო. ბევრი არსებობს ასე. დედა ეკლესია არ არის. მუქარასთან დაკავშირებით კითხეთ, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა, ანუ გემუქრებათ ვინმე რამე განცხადებების გამო? ასეთი განცხადება გააკეთეთ. კი, მუქარები იყო, მაგრამ მე მუქარის რომ მეშინოდეს ბერი არ ვიქნებოდი და მუქარის რომ მეშინოდეს მე ერთადერთი მეშინია იმისა, რომ ვისაც შემიძლია უქადაგო ჭეშმარიტი სიტყვა დედა ეკლესიის ქრისტეს სიტყვა უქადაგო და იმას არ უქადაგო, აი მაგისი მეშინია. მეშინია უნანული რომ გავიდი ამ ქვეყნიდან, მაგისა მეშინია. მე არ მეშინია ჩაქოლვისა. ვერანაირი
საფასურით ვერ მომისყიდით იმისათვის რომ დედა ეკლესიის სამტრო პოზიციაში ჩავდგე მამა დავითი თუ ვინც არის ეხლა ეთერში რომ იყო მე ევქარისტიულ კავშირში ვარ ქრისტეს ცოცხალ სხეულთან დედა ეკლესიასთან და მოციქულებრივი ურთიერთობა მაქვს ეპისკოპატთან მაგრამ სად არიან ეს მე და მამა დავითი კი არ უნდა ვიყოთ ეთერში ეხლა ეპისკოპოსი უნდა იჯდეს ეთერში გასაგებია დიდი მადლობა ვინ ვარ ვინ დასრულეთ ერთი უბადრუკი ბერი ვარ რომელსაც გული როდის გამიჩერდება არ ვიცი და მე უნდა ვიჯდე აქ და ეპისკოპოსმა უნდა დამიცვას მე და ეპისკოპოსმა უნდა მწყემსოს მე და მე პირიქით ეპისკოპატის ლუსტრაციას ვითხოვ გასაგებია დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ღმერთმა დაგლოცოთ აღდგომის სიხარულის მადლი ნუ მოგკლებოდეთ ქალბატონო ნინო მადლობა თქვენს და სრულიად დედამიწის მოსახლეობას მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და